გამოკითხავენ თუ არა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე დიმიტრი ქვაჭრელიშვილს წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, რომელიც ამჟამად დაკავებულია, ამტკიცებს, რომ იცის ვის სახლში და ვის მფარველობის ქვეშ იყვნენ კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები. ადვოკატ თორნიკე მიგენეიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ შეუძლია ეს პიროვნებები დაასახელოს, რომლებიც წყნეთის პოლიციის განყოფილებაში მივიდნენ და დაკავებულების სამმართველოში წაიყვანეს. არსებული ინფორმაციის სწორედ ქვაჭრელიშვილმა დააკავა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები და ის საინტერესო ინფორმაციას ფლობს იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც დღესაც თანამდებობაზე არიან. ყოფილი პოლკოვნიკი ახლა გამოკითხვას ითხოვს ლიზივეკუა დეტალებით. გიორგი, ვიდრე წყნეთის ყოფილი პოლიციის უფროსის დიმიტრი ქვაჭრელიშვილის გზავნილების შესახებ მოგიყვებით ციხიდან, რომელიც მისმა ადვოკატმა თორნიკე მიგენეიშვილმა გვამცნო, მანამდე გეტყვით, რომ სავარაუდოდ დღეს იმსჯელებენ თბილისის sakhalko სასამართლოში ბოლოდროინდელი ყველაზე რეზონანსული საქმის შესახებ, მას შემდეგ რაც საქართველოს გენერალური პროკურატურისგან გავიგეთ, რომ ამ საქმეში არ ფიგურირებს მხოლოდ ორი პირი და ნიკო კვარაცხელიას მკვლელობას კიდევ 3 პირი აორგანიზებდნენ, ესენი არიან ბუსა ჟვანია, მძურაბ ჟვანიაშვილი და ასევე ძმები კაკულები, რომლებიც ახლა უკვე მსჯავრდებულები არიან საერთოდ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და იხდიან სასჯელს ლაითურის ციხეში. მათ 9 წლიანი პატიმრობა აქვთ მისული თბილისის sakhalko სასამართლოს მხრიდან და სწორედ თბილისის sakhalko სასამართლოში ასევე დღეს უნდა გაიმართოს ბუსა ჟვანიას სასამართლოს ხდომაც. ჩვენთვის არის ცნობილი ის, რომ ის არ იმყოფება საქართველოში, სწორედ ამიტომ მას ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს და დაუსწრებლად უნდა შეუფარდონ სავარაუდოდ მას პატიმრობა, რადგან პროკურატურა სწორედ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს მის მიმართ. ხოლო რაც შეეხება ძმები კაკულების პოზიციას, ძმები კაკულების უფლებადამცველი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ რადგან ისინი უკვე მსჯავრდებულები არიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, იმშელებს თბილისის sakhalko სასამართლო მათ აღკვეთთან დაკავშირებით და საქმე პირდაპირ წინა სასამართლოს ხდომიდან დაიწყება, ხოლო ძმები კაკულები ციხიდან კვლავ იმ გზავნილს ავრცელებენ, რომ ისინი თავს დამნაშავედ არ თვლიან ნიკო კვარაცხელიას საქმეში და ამბობენ, რომ საერთოდ არ არიან შემხებლობაში, ანუ აგრძელებენ იმ ნარატივს, რომელიც მათ წლების წინ ჰქონდა, მას შემდეგ რაც ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე ამბობდა, რომ დარწმუნებული იყო, რომ ნიკო კვარაცხელიას საქმეში მხოლოდ ალეკო ჭელიძე და გიორგი კაველაძე, ანუ ის პირები, რომლებმაც ნიკო კვარაცხელია ჩაცხრილეს, არ ფიგურირებდნენ და მისი შვილის საქმე იყო დაგეგმილი. ლიზი, ვერაფერს ეთქვა, იმიტომ რომ კალდაკიდა გურამ კაკულებს როგორც შეფარდებულია. დასჭერდი და შევამიჯეთ მათთან მიმართებაში აღარ იმშელებს სასამართლოს პოზიციებზე. მოხდება და სასამართლოს დომეთ განსაზღვრა სავარაუდოდ ასე იქნება. კი ბატონო, და ისე ბრალის ადგენილება ხო გააცნეს, ანუ წარუდგინეს და ამასთან დაკავშირებით ხო არ გისაუბრიათ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფებთან რა პოზიცია აქვთ, იმიტომ რომ მათი პოზიცია იყო ყოველთვის, რომ ნიკო კვარაცხელიას საქმეზე ისინი თავს დამნაშავედ არ ცნობდნენ და ამბობდნენ, რომ შემხებლობაში არ არიან. პოზიცია ცხადია არ შეცვლა ეს საკითხი. რაც შეეხება წყნეთის პოლიციის ყოფილ უფროს დიმიტრი ქვაჭრელიშვილს, თორნიკე მიგენეიშვილმა მისი გზავნილები გაახმოვანა მას შემდეგ, რაც საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ნიკო კვარაცხელიას საქმეზე ბრიფინგი გაიმართა და როგორც თორნიკე მიგენეიშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზად არის, რომ ითანამშრომლოს პროკურატურასთან, რადგან სწორედ დიმიტრი ქვაჭრელიშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც ახლა უკვე ნიკო კვარაცხელიას საქმეზე მსჯავრდებული პირები გამოკითხა, ამიტომ მას აქვს დამატებითი ინფორმაცია იმ შესაძლო პირებთან დაკავშირებით, რომლებიც ასევე შესაძლებელია, რომ ფიგურირებდნენ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან დაკავშირებით და როგორც დიმიტრი ქვაჭრელიშვილი ამბობს, ის მზად არის, რომ ნიკო კვარაცხელიას ოჯახს დაეხმაროს იმისათვის, რომ სრული სიმართლე დადგინდეს მის მკვლელობასთან დაკავშირებით, ანუ დადასტურდეს ის, რასაც იზა ომაძე წლების განმავლობაშია ითხოვს. მან დააკავა უშუალოდ ორი ადამიანი, რომელიც კვირების მანძილზე იძებნებოდნენ და სწორედ ის იყო ის პიროვნება, რომელმაც მიიყვანა ისინი წყნეთის პოლიციის განყოფილებაში და პირველი ზეპირსიტყვიერი ახსნა განმარტება, ანუ ჩვენება მიიღო მათგან. უბრალოდ მას არ ჰქონდა იმის უფლება, რომ ოფიციალურად ის გაეფორმებინა გამოკითხვის ოქმით, ამიტომ მან იცის დეტალურად ის ინფორმაცია, რასაც ფლობდნენ აღნიშნული პირები. მათ შორის სად იმალებოდნენ გარკვეული დღეების განმავლობაში, ვისთან იყვნენ კავშირზე ამ დროის განმავლობაში, ასევე რა საფუძვლები შეიძლება ჰქონდეს ამ მკვლელობას და ასე შემდგომ. შესაბამისად ის დღეს მე-12 პენდენციური დაწესებულებიდან ამბობს, რომ მე მზად ვარ ნებისმიერ დროს, როდესაც ჩემთან შემოვა გამომძიებელი, მე მათ მივაწყდო სრული ინფორმაცია. მათ შორის ინფორმაცია, რომელიც მე არც საჯარო პოსტით განვაცხადე და არც მედიებთან მithქვამს ჯერჯერობით. როდესაც დიმიტრი ამას გადასცემს საგამოძიებო ორგანოს, მე გვექნება ჩვენ უფლება, რომ ეს საჯაროდაც ვისაუბროთ.
ახლა საინტერესოა გამოიკითხება თუ არა წყნეთის ყოფილი პოლიციის ყოფილი უფროსი დიმიტრი ქვაჭრელიშვილი ნიკო კვარაცხელიას სისხლის სამართლის საქმეზე მაყურებელს შევახსენებ, რომ დიმიტრი ქვაჭრელიშვილი სრულიად სხვა სისხლის სამართლის საქმეზე იქდის სასჯელს რუსთავის ნომერ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო რაც შეეხება ნიკო კვარაცხელიას საქმის სხვა დეტალებს მაყურებელს იმასაც შევახსენებ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან გავიგეთ, რომ ნიკო კვარაცხელიას საქმეში ბუსაჟვანია და ძმები კაკულიებიც ფიგურირებდნენ და სწორედ ისინი გეგმავდნენ თუ როგორ უნდა მოეკლათ ნიკო კვარაცხელია სახლთან ახლოს და მათ მისცეს დავალებები ახლა უკვე მსჯავრდებულ პირებს ალეკო ჭელიძისა და გიორგი კაველაძის იმისათვის, რომ ნიკო კვარაცხელია მოეკლათ. სწორედ ამის შემდეგ 5 წლის შემდეგ გახსნა პროკურატურამ საქმე, მას შემდეგ რაც ნიკო კვარაცხელიას დედამ საპროტესტო აქციები დაანონსა და გუშინ შევიტყვეთ ის, რომ ნიკო კვარაცხელიას საქმეში ბევრად მეტი ადამიანი ფიგურირებს, ვიდრე აქამდე გვეკონა.